ელენე ახვლედიანი ქართული ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, თამამი და თვითმყოფადი ხელოვანია. 1920-იან წლებში მან სიღრმისეული მხატვრული განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო აკადემიაში მიიღო, ხოლო შემდეგ ევროპაში გაემგზავრა და სწავლა იტალიასა და პარიზის აკადემიებში განაგრძო, სადაც ოსტატურად აითვისა დასავლური მხატვრობის თანამედროვე ტექნიკები. ევროპული ექსპრესიონიზმისა და მოდერნიზმის გავლენის მიუხედავად, ახვლედიანმა შეძლო შეექმნა სრულიად უნიკალური, ეროვნული სულით გაჟღენთილი მხატვრული ენა. მისი შემოქმედების მთავარი სიყვარული და შთაგონება ძველი თბილისი გახდა. ელენე ახვლედიანის ფუნჯით გაცოცხლებული თბილისური აივნები, ვიწრო ქუჩები და კრამიტის სახურავები არ არის უბრალოდ არქიტექტურული ჩანაწერები. ეს არის ქალაქის პოეტური, ემოციური და ფერადი სული, სადაც თითოეულ დეტალს საკუთარი ხასიათი აქვს. მან საკუთარი ნიჭი არა მხოლოდ ფერწერას, არამედ თეატრალურ დეკორაციებს, წიგნის ილუსტრაციებსა და გრაფიკას მიუძღვნა. ელენე ახვლედიანის სახლი თბილისში იქცა კულტურულ კერად, სადაც იკრიბებოდნენ ხელოვანები, მუსიკოსები და მწერლები. მან დაამტკიცა, რომ ნამდვილ ხელოვნებას შეუძლია ევროპული მოდერნიზმი და მშობლიური კულტურის სიყვარული ისე შერწყას, რომ შექმნას უდავო, მარადიული შედევრი.